გინეკოლოგიური პრობლემებით, მუცლის ღრუსა და მკერდში გამოხატული ტკივილებით ხშირად მცდარი დიაგნოზით მომართავენ მანდილოსნები. წარმოიდგინეთ სიტუაცია, მიდიხართ ექიმთან, ნახულობენ მიომას, პოლიპს ან კვანძებს, გინიშნავენ მკურნალობას, მაგრამ რეალურად არაფერი იცვლება. ხართ სრულ გაურკვევლობაში და გონიათ საშვილოსნო გაქვთ დაავადებული. სინამდვილეში კი საიდუმლო იცით რაშია? ჩემი გამოცდილებითა და ხედვით ვხედავ, რომ ძალიან ხშირად პრობლემების სათავე საერთოდ არ არის გინეკოლოგიაში. ჩვენი სხეული ერთიანი ენერგეტიკული სისტემაა. ხშირად რეალური მიზეზი მუცლის ღრუშია. იქიდან წამოსული ტკივილი კი უბრალოდ საშვილოსნოზე აისახება. ან პირიქით, პრობლემა იწყება საშვილოსნოდან, ადის ზემოთ და მკერდში სხვადასხვა უსიამოვნო სიმპტომს იწვევს. არ მინდა ეს ყველაფერი რთული სამედიცინო ტერმინოლოგიით ჩავშალო. მთავარია არსი გავიგოთ. როცა ჩვენთან მოსული ქალბატონებს ვეუბნებით, რომ საშვილოსნოს კი არა, სულ სხვა ორგანოს უნდა მივხედოთ, თქო გაოცებულები მიყურებენ. მაგრამ როგორც კი რეალურ მიზეზზე ვიწყებ მუშაობას, ეს პრობლემები ეტაპობრივად იკარგება, რის შემდეგაც მათი ინტერესის გამო მიდიან ექიმთან, ხელახლა მოწმდებიან და დასკვნაში უწერიათ, რომ საშვილოსნო სრულიად სუფთაა. ხო და ჩემო კარგებო, სანამ მხოლოდ შედეგს ებრძვით, იქნებ დროა მიზეზს უფრო ღრმად შევხედოთ და იმას უშველოთ, საიდანაც ეს ყველაფერი რეალურად იწყება.